გასულ კვირას დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში პირველად მოვიდა ასეთი რაოდენობის უხვი ნალექი თოვლის სახით, ახალ თოვლი დნობას იწყებს და როგორც ცნობილია, ნალექი ხელს უწყობს მეწყერული პროცესების განვითარებას. მეწყერულ პროცესებს წარმოშობს ძლიერი ნალექი, თოვლის დნობა, ტყის ხანძრების შედეგად განადგურებული ფლორაც, ცალკე ფაქტორია მიწისძვრაც, არსებობს ზედაპირული, კომბინირებული მეწყერები და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე და როგორც ცნობილია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც მორეაგირება სტიქიურ უბედურებებზე, სწორედ ამ უწყების დაქვემდებარებაშია. მუქი იასამნისფერით ნაჩვენებია ის ადგილები, სადაც მეწყერის წარმოქმნის რისკი დაბალია. მუქი ნარინჯისფერით ნაჩვენებია ის ადგილები, სადაც რისკი მაღალია. ღია ნარინჯისფერით ის ტერიტორიაა შეფერილი, სადაც მეწყერის განვითარების რისკი მნიშვნელოვანია. ყვითლად ნაჩვენებია ის ზონები, სადაც რისკი ძლიერ დაბალია. მწვანეფერით მონიშნულ ტერიტორიაზე კი რისკის მაჩვენებელი საშუალო დონეზეა. ღია იასამნისფერით კი ნაჩვენებია ადგილები, სადაც მეწყერის წარმოქმნის საფრთხე ძალიან მაღალია.